სოფელ ჯუთასთან დახმარების მოლოდინში მყოფი ალპინისტებიდან ერთ-ერთი დაიღუპა. დაღუპული ალპინისტი ზურაბ ებანოიძის ცხედარი დღეს დილით თბილისში ჩამოასვენეს. სოფლის მოსახლეობის თქმით, 4კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ებანოიძე ქვების ცვენაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ალპინისტების ჯგუფი სოფელ ჯუთასთან მდებარე ერთ-ერთი რთული მწვერვალის დალაშქვრას გეგმავდა. დასაწყისშივე ქვათაცენაში მოყვა ჯგუფი, სწორედ იმ დროს, როდესაც დაღუპული დასველი გადიოდა თოქზე და ადგილზე გარდაიცვალა. ჯგუფმა შეძლო მისი მარშრუტის ძირას დაშვება და მასშტაბმა გუშინ ჯერ ყაზბეგში, შემდეგ კი თბილისში ჩამოასვენეს. რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 4 კილომეტრით გადმოწიეს საგუშაგო გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითის მიმდებარე ტერიტორია 400 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ოსმა სეპარატისტებმა მიიტაცეს, რომლებიც ამ ტერიტორიას რუს ოკუპანტებთან ერთად აკონტროლებენ. ქართველი მესაზღვრეები კი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ჩანან. ინფორმაციას ეროვნული ფორუმი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მიმდებარე ტერიტორიებს ოსი სეპარატისტები მთლიანად დაეპატრონებიან. ეროვნული ფორუმის ლიდერებმა გორის რაიონის სოფლებში სკრასა და ქვემო ხვიტში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. მათ საზღვრისპირა მოსახლეობისგან პრობლემები მოისმინეს და პარტიის საშემოდგომო გეგმების გააცნეს. ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა კახაშარტავამ გორის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას უთხრა, რომ მათი პრობლემების მოგვარება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია და მართველი გუნდის შეცვლა აუცილებელი. აი აგერ არის უკვე ოსებისა და რუსების პოსტი. ეს 400 ჰექტარი მთლიანად მიტაცებულია მათ მიერ და საინტერესო ის არის, რომ ქართული მხრიდან საერთოდ ჭაჭანება არ არის, არც პოლიციელის, არც ჯარისკაცის და არაფრის. აი ეს სოფელი ისე შეიძლება აიღო რუსებმა და ოსებმა, რომ ვერავინ ვერ გაიგებს. აი 400 ჰექტარი უკვე ჩაყრილი ყველაფერი სავარგულები და მიტაცებულია ხა მათ მიერ. ჩასაბარებლად არის გამზადებული ეს სოფელი. მდგომარეობა არის, რომ იტყვიან, აი ზღვარზია მისული რა, შიმშილის ზღვარზია ხალხი მისული, შიმშილის ზღვარზე, იმიტომ რომ ნაკვეთებში მოსავალი ჩარჩადში ხალხსა. არანაირი საშუალება, არანაირი დასაქმება აქ ხალხს არ აქვს. თვითონ თუ ცოტას იძალავებენ რაღაცას და რომ ორი ლუყმა პური შეჭამონდა. ასე თუ გაგრძელდა, ამ ზამთარს სიცივითა და შიმშილით დაიხოცებიან, დიდებმა რომ გავძლოთ, ბავშვები ვერ გაძლებენ ამას. საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალებს 15 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიებები ტრადიციულად ალექსეევკის შველმფრენთა საავიაციო ბაზაზე იმართება. ფრინავეს პროფესიულ დღეს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ულოცავს. კეთილსინდისიერი სამსახურისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში მისი ბრძოლის უნარიანობის ამაღლებისა და რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდება. სამხედრო საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო 1992 წლის 1 იანვარში შეიქმნა. 93 წლის 10 აგვისტოს იგი მთავარ სამმართველოდ გარდაიქმნა. სამხედრო საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები 98 წლის 18 აგვისტოს გაერთიანდა და მას სამხედრო საჰაერო ძალები ეწოდა. 2010 წელს კი პარლამენტის გადაწყვეტილებით სამხედრო საჰაერო ძალები სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი გახდა. პირველი საბრძოლო გაფრენა იური ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ 92 წლის 19 სექტემბრის განახორციელეს, რაც ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ დადგინდა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორენმა ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთა და უარყო მოსაზრება, რომ აღნიშნული გარიგება საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებს შეუქმნის. ეს საკითხი საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაეროს გენერალურ მდივანთან პან კი მუნთან შეხვედრისას განიხილა. მან ასევე აღნიშნა, რომ ანალოგიური არგუმენტები მოუყვანა ნატოს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთისათვის მისტრალის მიყიდვის გამო და თან ხაზს უსვამენ მოსკოვთან დიალოგის აუცილებლობას, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საფრანგეთს რუსეთისათვის მისტრალის შესაძლო მიყიდვის გამო აკრიტიკებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს 1000 ლეულის განვითარების სამიტსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ხდომაზე. შეერთებული შტატების მასმედიის ყურადღების ცენტრში საფრანგეთის პირველი წყვილი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კარლა ბრუნის ავტობიოგრაფიულ წიგნში მიშელ ობამას სიტყვების ციტირება მოხდა, სადაც მან თეთრ სახლში ცხოვრებას ჯოჯოხეთი უწოდა. თეთრმა სახლმა სკანდალურ ინფორმაციაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პირველ ლედის მსგავსი არაფერი უთქვამს. განცხადება გაკეთდა ასევე ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პრესამსახურის განცხადებით, კარლა ბრუნი საფრანგეთში მიმდინარე კვირას გამოსული წიგნისგან სრულ დისტანცირებას ახდენს. არასანქცირებულ წიგნში, რომელსაც ავტორებმა კარლა და სხვა პატივმოყვარე ადამიანები უწოდეს, აღწერილია თეთრ სახლში გამართული სადილი, რომლის დროსაც ქალბატონებმა ერთმანეთს თავისი გამოცდილება გაუზიარეს როგორც პრეზიდენტის მეუღლეებმა. წიგნში მიშელ ობამას სიტყვები ასე ამოყვანილი: ნუ რაფერს მეტყვით ამის შესახებ, ეს ჯოჯოხეთია, ამისათანა აღარ შემიძლია. მართლმადიდებელი ეკლესია 19 სექტემბერს სკოლასეში მთავარანგელოზ მიქაელის მიერ სასწაულის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა ლოცვა მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდა სიდა უნეტარესი ილია მეორე წირვას ჭიათურაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს. წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ სასწაული მე-4 საუკუნეში აღესრულა. ფრიგიაში ქალაქ იერაპოლთან, სადაც აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. წყაროსთან სხვადასხვა სნეულებებით შეპრობილი ადამიანები მიდიოდნენ. მრავალი კერძმსახურიც მოინათლა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში. 60 წლის განმავლობაში ნათეთ მსახურობდა კაცი სახელად ართიპო, რომელმაც მრავალი უღბთო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. და პატრიარქის მომავალი ნათლულების რეგისტრაცია დღეს დასრულდება. მე-13 საყოველთაო ნათლულობა სავარაუდოდ 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მომავალი საყოველთაო ნათლულობისთვის საბუთების მიღება საქვემოქმედო ფონდ ლაზარეში 17 სექტემბერს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით 2008 წელს ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რომლის თანახმად მშობლების სურვილის შემთხვევაში იგი ჯვარდაწერი ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე შვილის ნათლია ხდება. ამ დროისთვის პატრიარქს 6000-მდე ნათლული ყავს. That's